20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა შედეგზეა გათვლილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და არის თუ არა გათვლილი რისკი შექმნის თუ არა წვევამდელთა გაწვევის შეჩერება რეზერვის დეფიციტს და საჭიროა თუ არა საკონტრაქტო სამსახურის სისტემაზე გადასვლა. რაც ცვლილებებს საჭიროებს საქართველოს შეიარაღებული ძალები. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ევზაძე და გენერალი კობა კობალაძე უპასუხებენ ჩვენ შეკითხვებს. ბატონებო, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო დავით, თავდაცვის მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით თქვენ საკმაოდ კრიტიკული პოზიცია გამოხატეთ და დააფიქსირეთ. საინტერესოა, რატომ ფიქრობთ, რომ თინა ხიდაშელმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით? იცით რა, ამ საკითხს აქვს ორი მხარე. ერთი ფორმალური რეალობაში რა გააკეთა მან და მეორე შინაარსობრივი რაც ეხება უკვე უშუალოდ საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას. დავიწყოთ პირველით, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი მიმაჩნია მე. პირველ რიგში თუ იმ ბრძანებაში წერია, რომ მან გააუქმა გაწვევა, ეს არის მოსახლეობის მოტყუება, იმიტომ რომ ვერანაირად ქალბატონი ხიდაშელი ვერ გააუქმებდა გაწვევას. გაწვევა რეგულირდება კანონმდებლობით და მინისტრის ვერც ერთი ბრძანება ამ კანონმდებლობას ვერ აუქმებს და ვერ თავდაცვის გაუქმება. ანუ რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ მან ვარი თქვა ჯარში მიეღო წვევანდელები. და თვითონაც დაასახელა სავარაუდო პერიოდი, რა პერიოდით სანამ ის არის მინისტრი, ან თქვა შემდეგი გაწვევისთვის. ანუ საშემოდგომო გაწვევაზე შეიარაღებული ძალები ვარს ამბობენ ახალი კონტინგენტის შევსებაზე აი ამ გზით. არაფერი ამას ბრძანება სპეციალური არ ჭირდებოდა არანაირად. ამიტომ ეს ბრძანება თვითონ არის უშინაარსო და ის ფორმა, რომელიც მან აირჩია ამის, ვთქვათ, დეკლარირებისათვის, პიარის ელემენტს მეც შეიცავდა ვიდრე საკუთრივ საქმეს. ანუ გვაქვს რასთან საქმე პირველი დემარშთან, ანუ აი გამოვიდა და ტელევიზიების ხელი მოაწერა ბრძანებას. მე არ ვიცი რომელ ქვეყანაში ხდება ეს, რომ თავდაცვის მინისტრი ტელევიზიის წინ რაღაცის ბრძანებას აწერს ხელს. ხო? ეს ერთი მომენტი, ეს დემარშის მომენტი, რითაც უხერხო მდგომარეობაში ჩააყენა მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი და მათ შორის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, რომლისგან მე 3 წლის მანძილზე ხმამაღალი არ გამიგია და გაპროტესტება არ გამიგია არანაირად არაფრისა, რასაც თავდაცვის სამინისტრო თავაზობდა და უცებ ისიც აჟღერდა და ასეთი ტერმინოლოგია იხმარა, რომ მინისტრმა პოლიტიკური ხელთათმანი ისროლა. ანუ საქმე გვაქვს რაღაცა სხვასთან და არა იმასთან, რაც მას უნდოდა თითქოს რომ მოეწოდებინა. ანუ არანაირ სტრუქტურულ ცვლილებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს, გაწვევა გაგრძელდება ისევე როგორც გრძელდებოდა, ოღონდ წელს შემოდგომაზე შეიარაღებული ძალები, როგორც აჩანს, არ მიიღებენ კონტინგენტს. აი ეს გახლავთ. მეც გავაპროტესტე, სწორედ ეს ფორმა უფრო გავაპროტესტე ვიდრე შინაარსი, იმიტომ რომ შინაარსი არის საკამათო. ეს კამათი ვერც ამ ფორმატში და ვერც სხვა ფორმატში ვერც არ იმართება, იმიტომ რომ არ იქნება სერიოზული. ამას სჭირდება სერიოზული პროფესიონალების ერთად დასხდომა და გარკვეულწილად იქ ასრთა გაცვლა, ყოველგვარი პიარის და რეკლამირების გარეშე და გარკვეულ აზრამდე მისვლა, რომელიც შეიძლება შემდეგ დაედოს სამხედრო სტრუქტურების თუ სამხედრო მოწყობის ქვეყნის განვითარების გარკვეულ ასე ვთქვათ, ხედვას და შემდეგ ამან უნდა შეიძინოს კანონის ძალა ამ ხედვამ და ეტაპობრივად განხორციელდეს იმის მიხედვით, თუ რა რესურსი ექნება სახელმწიფოს ამის განსახორციელებლად. აი ეს გახლავთ ჩემი გუშინდელი, შეიძლება გუშინმე ცოტა მეც მათ შორის ცოტა აღელვებული ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ის, რომ მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ანუ ცალსახად მინისტრმა ისე რომ იმყოფება თავის პოზზე, დაიწყო გარკვეულწილად თავისი პოლიტიკური ცალკე PR კამპანია, რომელიც რეალურად არჩევნებზე
არის გათვლილი და არა ჩემი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე. ეს გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ამიტომ იყო სხვათა შორის რო ვთქვი, რომ უნდა გადადგეს, იმიტომ რომ როგორც კი ის იწყებს საარჩევნო კამპანიას და როგორც აჩანს იწყებს მანამ ვიდრე თავისი თანამდებობა უჭირავს, მე ეს მიდგომა არ მიმაჩნია სწორად. მეტიც ამ ადამიანს შეუძლია დემარშის სახით, ხო? ყველა ნაბიჯი გადადგას და უხერხო მდგომარეობაში ჩააყენოს. ხელისუფლება, რომელსაც ის წარმოადგენს თვითონ, ხო? ამ შემთხვევაში აპელირება იმაზე, რომ ორ კვირაში თუ ერთ კვირაში არის რაღაც სამიტი, რომელსაც უნდა დაესწროს, ჩემთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ მან შეიძლება ასეთივე დემარში განახორციელოს იქ და გაცილებით მძიმე შედეგები ექნება ამას ჩვენივე სახელმწიფოსათვის. ეს გახლავთ, კი, რა თქმა უნდა. მოულოდნელი უკვე ამ ადამიანისგან არაფერი არ არის. ხოლო და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფიქრობთ, რომ გარკვეული დემარშის მოსაუბრებელი გადაწყვეტილება ეს არის გარკვეული. რეალურად ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის, ეს არის ვითომ გადაწყვეტილება. და გათვლილია უბრალოდ ხალხის მასების გაუთვითცნობიერებლობაზე, აი ადამიანმა, რომელმაც შეასრულა პირობა და გაწევა გააუქმა. არ გაუუქმებია, იმიტომ გაწევას არეგულირებს კანონმდებლობა, რომელიც ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას. და ვერც ერთი კერძო სამართლებრივი აქტი, რომელსაც გამოსცემს მინისტრი, ვერ ცვლის ვერც კანონს და ვერც კონსტიტუციას. სამართლებრივ მხარეზე ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე ბატონო კობა, თქვენ როგორ აფასებთ, თქვენი პოზიცია როგორია თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებასთან, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? მოგესალმებით პირველ რიგში, უარყოფითია ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ მრჩევლების პოზიცია, მოვისმინეთ სამხედრო პირველი პირების პოზიცია და აღმოჩნდა ყველა გვიდასტურებს და გვიმტკიცებს იმას, რომ ეს პროცესი არ არის გადაწყვეტილებამდე მისული. ამ გადაწყვეტილებისთვის სამომავლოდ რომ განესაზღვრათ, მიმდინარეობს კონსულტაციები, მიმდინარეობს შეფასებები და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ საბოლოო პროდუქტი გამოვცხეს და მივიღოთ. გარკვეულად თავდაცვის სამინისტრო ეს არის საჯარო სივრცე, ეს არის სივრცე, რომელიც რეალურად პირდაპირ პასუხისმგებელია თავისი ხელმძღვანელობით და თავის შემადგენელით ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე. აქედან გამომდინარე, არანაირად არ არის გამართლებული და არ არის მისაღები ის ფორმა გადაწყვეტილების, რომელიც შეიძლება წარმატებულად განხორციელდეს რომელიმე კერძო სექტორში ამ კოოპერატივში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სივრცეზე და ვსაუბრობთ თავდაცვის სამინისტროზე, ჩემი საზრით მე აღარ ვისაუბრებ არა მარტო სამართლებრივ დარღვევის კუთხებზე, არამედ ვისაუბრებთ ელემენტარულად მორალური მხრის მორალურ მხარეზე რო ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ ვისმენთ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტის პოზიციას გაკვირვებულს, რომ არ იყო მასთან შეჯერებული, როდესაც სახელმწიფო მეთაური, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო ვიზიტითაა წასული, უბრალოდ ამას იგებს სიურპრიზად და ასე შემდეგ. როდესაც უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში აღშფოთებას ვერ მალავს, ეს ყველაფერი გვიბიძგებს იმაზე, რომ ეს უფრო რაღაც თვით გამოჩენის და სიჯიუტის ნაწილი უფროა, ვიდრე გათვლილი სახელმწიფოებრივი მიმართულებით. მე არავის არ ეგონოს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვართ მოწინააღმდეგები პროფესიონალური ჯარის ქვეყანაში ყოფნაზე. ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ომს იწყებს ჯარი და ამთავრებს ერი, სახელმწიფო. ან ასე შემდეგ. ჩვენ როდესაც თავის დროზე გვიწევდა მოღვაწეობა თავდაცვის სამინისტროში, რეალურად ქონდა გეგმა, რომელიც იყო და მოიცავდა აწმყოს, რომელიც მოიცავდა შემდგომ პერიოდს და პერსპექტივაზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი. ზუსტად მაგ პრინციპებით იყო მონახაზი იმის, რომ ჩამოყალიბდა რეგიონალური თავდაცვის კუთხეები, იგივე ხევსურეთი, იგივე სვანეთის მიმართულებით, პლუს ამას ჩვენ საკმაოდ კარგად ვიყენებდით როგორც ადგილობრივ სამობილიზაციო რესურსს, ასევე საკმაოდ წარმატებით ვიყენებდით იმ ოფიცერთა
კორპუსს, რომელიც გარკვეულ ნიშან-თვისებებს მოკლებული იყო, მაგრამ ვანხორციელებდით ორთვიან გადამზადების პროგრამებს. შეიძლება აფიშირებას ამ ყველაფერს არ უწევდით, მაგრამ საკმაოდ თვალნათლივი, შედეგობრივი მიმართულება გქონდა. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არა ვართ შეზღუდული მილიტარისტული იდეით და არც არავის დაპყრობას და არც არავის ზე აგრესიის განხორციელებას არ ვუპირებთ, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა არა მარტო რეგიონში, არამედ თუნდაც ჩვენ მეგობრების სივრცეში არის ისე, რომ გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომელიც პირდაპირ ვალდებულებას გვიჩენს თითოეულ ჩვენგანს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ადეკვატურები ვიყოთ იმ თავდაცვის სისტემის აწყობისა, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროფესიონალური ჯარი, ეს არის ძვირადღირებული ჯარი, ზუსტად მაგაში იყო შეთამაშება სინქრონიზაციის, რომ ამავე დროს ახალწეულების შემადგენელი ნაწილი გამოყენებული ყოფილიყო რაღაც ისეთ მიმართულებებზე, რაც პროფესიონალური ჯარისკაცი რეალურად ნაკლებ ეფექტური იქნებოდა. დაცვის პოზიციებზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ უბრალოდ გავდივართ სხვა მომენტში. პროფესიონალურ ჯარისკაცს აქვს თავისი სამუშაო გრაფიკი, თუ არ არის საველე პირობებში და კაზარმულ მდგომარეობაზე, მას აქვს სავარჯიშო დღეები და მას აქვს დასვენების დღეები და ამავე დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დღეები. შესაბამისად, პროფესიონალური მაღალ ანაზღაურებული ბადი ჯარისკაცის ყოფნა კონკრეტულად არა მომგებიან პირობებში საყარაულო სამსახურში რო ავიღოთ თუ არ არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ვითარება, დღეს სახელმწიფოსთვის არის საკმაოდ დიდი ფუფუნება. მით უმეტეს ამ ყველაფერს უნდა წინ უსწრებდეს ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვა ამ სივრცის, რომ შესაბამისად შეტყობინების მომენტმა გააიოლოს და შეამციროს ამ პროფესიონალური ჯარისკაცის არარენტაბელური გამოყენება. როდესაც დღეს ვიძახით უარს ერთზე, მაგრამ არ გვაქვს ამის სანაცვლო, ვტოვებთ ღიას სივრცეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ხარვეზზე, სავალდებულო სამხედრო როგორც ესეთი თქვენთვის თქვა ალტერნატივას არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე არ წარმოადგენს. პროფესიონალურ ჯარისკაცებს ჩვენ ვიყენებთ სამშვიდობო ოპერაციებში და თანამეგობრობის ოპერაციებში ჩასართვებლად, მაგრამ ეს არის წინაპირობა იმის, რომ რეალურად ნელ-ნელა გადავეწყოთ იმ მოდელზე და იმ სისტემაზე, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საერთო სავალდებულო და სამობილიზაციო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში აწყობილი. ბატონო კობა, აქვე აუცილებლად უნდა კითხოთ მაშინ, იგივე თინა ხიდაშელი საუბრობს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ადამიანი ამუშაო უფასოდ. მე წავიკითხავ მის ციტატას, რომლითაც ირაკლი სესიაშვილს უპასუხა, როგორ შეიძლება 7 ლარად ამუშაო ახალგაზრდა კაცი ყარაულში, ეს სესიაშვილს არ ესმის, ისევე როგორც მე არ მესმის, რატომ არის ეს სწორი? მე გეტყვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული ასეთი მიმართულება? ეხლა ამ საკითხზე მიმართულებაზე საუბარი ცოტა პრინციპში ჩემგან იქნება უხერხული, იმიტომ რომ ეს სივრცე გარკვეულწილად არა მარტო ქალბატონი მინისტრისთვის გამოდგა უცხო, არამედ იმ მრჩეველებისთვისაც და იმ შემადგენელებისთვისაც, ვინც მას ეს ნაბიჯის გადადგმა ურჩია და ვინც შეგრძნება იმის განუჩინა მას, რომ ერთპიროვნული მართველი შეიძლება იყოს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის. იმიტომ რომ არის სხვადასხვა ინსტიტუციები, რომლებიც რეალურად ერთ სეგმენტში პასუხისმგებლები არიან თავდაცვის სისტემაზე ამ ქვეყნის. თავდაცვის სამინისტრო არის უშუალო შემსრულებელი ამ ყველაფრის. როდესაც ჩვენ საუბრობთ უფასო ჯარისკაცზე, ესეც გარკვეულწილად ჩემის აზრით ცოტა გადამეტებული და არგუმენტს მოკლებული განაცხადია, იმიტომ რომ ნებისმიერი სავალდებულო სამსახურში გაწეული ჯარისკაცის წინაშე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მისი აღჭურვის სამოსით, ჩემო ბატონო, მისი აღჭურვის საცხოვრებელით, კვებით და ამავე დროს გადამზადების კონკრეტული პროგრამით. ამავე დროს ეს რამდენად არის ხარვეზიანი ეს გადამზადების პროგრამა, ეს მეორე ნაწილია. მაგრამ ძირითადად სახელმწიფო როდესაც იღებს ვალდებულებას და ეს არის კანონში გაწერილი სავალდებულო სამსახურში მობილიზებული პირადი შემადგენლობისა, ეს პოზიცია არის სახელმწიფოსი.
თუ რამდენად პროფესიონალები ახორციელებენ ამ გადამზადებას, ან ამ ჯარის შეთავსებას თავისთან, ის არ არის მარტო თოფის დაშლა აწყობა. ეხლა გუშინაც იყო ეთერში, რომ მე არ ვიცი, რომ გამიჭედოს იარაღმა რა ვქნა. რო არ გაგიჭედოს, ამიტომ უნდა მოემსახურო და გაწმინდო. ელემენტარულად. გასაგებია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ბატონ დავით, მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა დღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემას გარკვეული ხარვეზი ან ხარვეზები? რამდენიც გნებავთ? იმდენი ხარვეზი აქვს, იმიტომ რომ ეს სისტემა დამახინჯდა დაახლოებით 2005 წლიდან და შემდეგ არავის არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომ ეს სისტემა გაესწორებინა. ამიტომ ამაზე არ არის ლაპარაკი, ხარვეზიანია, რა თქმა უნდა, და ის რომ ამ სავალდებულო სამსახურში გაწეულ ადამიანებს რეალურად არ ამზადებენ თავის სპეციალობებით, ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროშიც არ არის სისტემა მომზადების აწყობილი. ან ვერ გეგმავენ საბრძოლო მომზადებას სწორად, ან და არ იციან უბრალოდ რა გააკეთონ. მაგრამ იმის გამო, რომ სისტემა ხარვეზიანია, ანუ დაახლოებით ასეთი ლოგიკა მე ვერ ვაკეთებ და ამიტომ მოდით სულ ნუ გავაკეთებთ. ეს არის დამახინჯებული ლოგიკა. ხარვეზი უნდა გასწორდეს და უნდა დადგეს იმ ფარგლებში, რომელიც ეგების. საბრძოლო მომზადება რო არ არის სწორად აგეგმილი, მეტყველებს იმაზე, რაც გუშინ ერთად უსმენდით იმ პიროვნებას 10 თვე ისროლა სულ და ჩაუწერეს მსროლელი 1 წლის მერე თურმე და სხვა არაფერი არ გაუკეთებია. სხვა არაფერი არ გაუკეთებია, ესე იგი არც მისი უმცროსი მეთაური, რომელიც უშუალოდ მას ხელმძღვანელობდა, არც ის ვარგა, არც იმის ზემდგომი მეთაური არ ვარგა და ეს შეგვიძლია ავაწყოთ თუნდაც გენერალურ შტაბამდე, რომელსაც არ შეუძლია გააკონტროლოს საბრძოლო მომზადება. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად სამხედრო სისტემა დღეს არ იმართება, თუ კი ჩდება ასეთი პრეტენზია, რომ ყარაულში დაყავთ მარტო. ყარაული ერთ-ერთი საბრძოლო ამოცანაა. როგორ და რა მეთოდით, ვისგან, საიდან უნდა გასწორდეს ეს სისტემა? საიდან უნდა გასწორდეს? თავიდან უნდა გასწორდეს. ანუ რამდენიმე პროფესიონალს უნდა თხოვონ თავის თავმოყარეობას და ამბიციებს გადააბიჯონ და შეამოწმებინონ საბრძოლო მოქმედებების ის გეგმები, რომლებსაც წლის მანძილზე ორჯერ ამტკიცებენ. და იქ აღმოჩნდება ხარვეზები. და თუ იქ არ აღმოჩნდა ხარვეზები, მაშინ იმ რგოლშია ხარვეზები, როდესაც ხდება ამ ამოცანების დაყვანა და მიდის თუნდაც ათეულამდე. არ ჭირდება ველოსიპედს გამოგონება. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც უნდა იჯდნენ თავის ადგილზე, უნდა იჯდნენ თავის ადგილზე. და არ უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული სხვა მოსაზრებებით. გნებავთ ერთგულების ნიშნით, გნებავთ ნათესაობის ნიშნით და სხვადასხვა ნიშნები და ეს არის. თინა ხიდაშელზე საუბრობთ, ბატონო დავით. მე ხიდაშელზე არ ვსაუბრობ და საერთოდ არ მაინტერესებს ამ პიროვნებაზე საუბარი. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩემს სახელმწიფოში 25 წლის თავზე შეარაღებულ ძალებს აქვს გაცილებით მეტი პრობლემა, ვიდრე ეს ხონდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჯარს ვერ ინახავდა. აი ეს არის რეალობა. გასაგებია. და ეს რისი ბრალია? ეს არის იმ ადამიანების არაკომპეტენტურობის ბრალის, სერიოზული არაკომპეტენტურობის ბრალი, თუ არა და ეს დღევანდელ გამოსვლებსაც დაეთხოვ. ანუ კომპლექსური მიდგომა და კომპლექსური მუშაობა არის ამ მიმართულებით საჭირო თქვენი საუბრიდან გამომდინარე. ნებავთ ასე ვთქვათ. მე ვერ გავიგემართებული ბატონ დავით. ოდნავ, მაგრამ თქვენი ბრალი ეგ არ არის, თქვენ არასდროს არ გქონიათ ამ თემასთან შეხება. კარგით, კი ბატონო. ბატონო კობა, დღევანდელი გადაცემის თემას, რაც უნდა გკითხოთ ახლა ნამდვილად არ ეხება, თუმცა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია კრიალაშვილის საქმეზე ძიება არის შევიდა გადამწყვეტ ფაზაში და საუბარი ასევე იმაზეც, რომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდეს ბრალი სწორედ ამ მიმართულებით. რამდენად რეალისტურია ეს ინფორმაცია? დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დასრულებამდე და იქ და არა მარტო ვანო მერაბიშვილს, ჩემო ბატონო, გიო კრიალაშვილი მასთან ყოფებთან ერთად ფაქტობრივად დახვრიტეს და ეს საკმაოდ ნათლად იყო წარმოჩენილი იმ სასამართლო პროცესებზე, რომელსაც მე ჩემი ნების და საწინააღმდეგოდ ვესწრებოდი ხოლმე. აუცილებლად უნდა გაირკვეს ყველაფერი და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ, რომ 2030-ის შეკითხვების პოლიტიკური გაერთიანება მშვიდობიანი საქართველოსთვის ლიდერი დავით ევზაძე და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კოპალაძე პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ ეკაბეს სერია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, დაგველოდოთ.